შეიძლება პრემიერი იმყოფება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში იღებს მონაწილეობას კანადაში არის ვიზიტით და ამ ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ევროპის პოლიტიკური ლიდერებს ხვდება, სადაც ბოდიში წუთი ხათამთა პრემიერის განცხადება სადაც სხვადასხვა მოკლედ ლიდერებს ხვდება და მიიღო გარანტია რომ იმ ლიდერებს ვისაც შეხვდა კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს ამ განცხადების საფუძველზე? თავისთავად ეს ეხმიანება მათ შორის იმ შეხვედრებსაც, რომელიც მეც მაქვს ხოლმე, როდესაც ვარ ვიზიტებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მნიშვნელოვანი არის, რომ პრემიერ-მინისტრმა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებისგან, ქვეყნის მეთაურებისგან მიიღო ეს პოზიციები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ამ მნიშვნელოვან ფორუმზე, სადაც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი არის წარმოდგენილი. ასე რომ სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ გულისხმობთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაში, სწორედ ესეთი განცხადებები გვჭირდება ხოლმე ჩვენ შეხვედრების შემდეგ და არა ისეთი განცხადებები, რომელიც სამწუხაროდ ქონდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ნებართვის გარეშე, თანხმობის გარეშე იმყოფებოდა ვიზიტში და ნახეთ, რომ შედეგი ერთ-ერთი რაც მოგვიტანა, რომ ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოთ, როგორც წინაპირობა დააყენა რუსეთისთვის სანქციების დაწესება ევროპაში უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის. ეს არის სწორედ სხვაობა მთავრობის მიდგომასა და პრეზიდენტის მიდგომას შორის. საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება და მეორეს მხრივ ოპოზიციაში საუბრობენ იმაზე, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ეხლა ერთმანეთში ვაჭრობს, შეიძლება ვაჭრობის საგანი იყოს ბიზნეს ინტერესები და ასევე სააკაშვილის შესაძლო გათავისუფლების თემა. ერთის მხრივ გაქვთ თუ არა მსგავსი კონსულტაციები ნაციონალურ მოძრაობასთან და მეორეს მხრივ გაქვთ თუ არა ის რესურსი, რომ იმპიჩმენტი ბოლომდე მიიყვანოთ, რომელიც თავად დაიწყო. უბრალოდ ყოველსა მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძეს, რომელმაც 3 დღის განმავლობაში შეძლო ის, რომ ყველა საქართველოში, ყველა ქალაქს, ყველა ქუჩას, ყველა ოჯახში შევიდა ის სიტყვა, რომელიც შეეხება კონსტიტუციას და ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის გასაგები გახდა თუ რასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ჩვენ ვიხილეთ ამ 3 დღის განმავლობაში და ზოგადად ამ თემაზე დისკუსიის დროს, რომ ცალ-მხარეს კერძოდ იმ მხარეს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდით, იდგა იურიდიული აზრი და კონსტიტუცია, ხოლო მეორე მხარეს იდგა თვითშემოქმედებითი აზრი, NGO-შნიკური იურისპრუდენცია, რომელსაც არაფერი საერთო კონსტიტუციასთან არ აქვს. და ეს მე მგონი ნათლად ნახა ყველამ 3 დღის განმავლობაში არგუმენტების სიღრმის, მკაფიო არგუმენტებისა და ასევე იმ ასე ვთქვათ, განმარტებების საფუძველზე, რომელსაც ვისმენდით ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან. რაც შეეხება შემდეგ პროცესს, მე იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორედაც რომ დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას და ჩემთვის პირადად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, ვინაიდან ეს იქნება საბოლოო ვერდიქტი საქართველოს პრეზიდენტის ქცევასთან დაკავშირებით და ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს დადგეს, ვინაიდან ამას უკვე ეს არის ისე იქნება სასამართლო აქტი, რომელსაც მათ შორის სალომე ზურაბიშვილი ვერ გაიქცევა. რაც შეეხება შემდეგ პროცესს უკვე პოლიტიკურ ნაწილს პარლამენტში, იცით რომ და ჩვენ ვამბობდით ამასაც კიდევაც, რომ აქ წინასწარი გარანტიის გარეშე, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას ასე უხეშად არ დაარღვევდა, ვფიქრობთ, რომ ეს ამ დასკვნის გაკეთების საშუალება გვაქვს, ამიტომ იმედი იმის, რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, ჩვენ არ გვაქვს. ამავე დროს იმედი გვაქვს, რომ ვიღაცას მაინც შეიძლება ალკოჰოლ კეთრის ინდისტრიებამ ვიღაცაში მაინც იმუშაოს და იქნებ მაინც გადაწყვეტოს. მაგრამ საბოლოო ჯამში ამას კიდევ ერთხელ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი არის ასე ვთქვი სასამართლო, იმიტომ რომ ეს იმპიჩმენტი პარლამენტში დადგება თუ არ დადგება, საქართველოს პრეზიდენტის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერსად ვერ გაიქცევა. ეს იქნება განაჩენი ამ ქცევასთან დაკავშირებით. არანაირ. არანაირ.
გავიგეთ. იგივე კითხვები. ეს საკითხი ზოგადად აჩვენებს მხოლოდ ოპოზიციის ფობიებს და შიშებს, რამდენად არ არიან ისინი დარწმუნებული საკუთარ თავში. და შესაბამისად რას თხოვენ მე ამის შემდეგ მოქალაქეებს, რომ მათ ანდონ მანდატი ჯგუფს, რომელსაც იმდენი ნდობაც კი არ აქვს საკუთარი თავის, საკუთარი ხელების მიმართ, რომ ფიქრობენ, რომ დარბაზში საერთოდ არ შევიდნენ, რომ ხელი არ წაცდეთ და არ მიაჩნიონ ღილაკს თითი. ეს ერთადერთი რამის დასტურია მხოლოდ, რომ ოპოზიცია იმდენად არის თავის ფობიებში ჩაკეტილი და შიშებში, რომ მე ვცდილობს აქედან გამომდინარე კონსპირაციების თეორიების შექმნა. არანაირი მოლაპარაკებები თუ ასე შემდეგ არ მიმდინარეობს, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, როდესაც დავიწყეთ იმპიჩმენტის პროცესი, რომ ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ პარლამენტში ამას არ ეყოლება უმრავლესობა და ეს არც არის გადამწყვეტი, საერთო ჯამში მოქმედ პრეზიდენტს დარჩა 1 წელი და არ არის ეს გადამწყვეტი საკითხი ამ მხრივ, გადამწყვეტი არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ის იქნება ოფიციალური განაჩენი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ვერსად ვერ გაიქცევა. სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევაზე იმედია ის აღარ წავა. რამდენად მნიშვნელოვანი არის მანიფესტაციის კანონი და რა შეცვლის? ვფიქრობ, რომ ეს განცხადება უადგილოა, ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას. როცა ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, აქ რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა უზენაესი კანონი, ანუ კონსტიტუცია იგულისხმება. და თუ საუბრობთ ჩვენ ევროპულ ღირებულებების იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ევროპული ღირებულებები, სწორედ საერთოში გულისხმობთ იმას, რომ კანონის უზენაესობა არის ჩვენთვის საერთო. და აქ არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ქვეყნები, სადაც შეიძლება, სადაც კანონის უზენაესობას და კონსტიტუციას აქვს მნიშვნელობა და ქვეყნები, სადაც შეიძლება კონსტიტუცია იყოს მეორეხარისხოვანი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ზუსტად ის ევროპული მიდგომა, რომელსაც მათ შორის ქართული ოცნება იჩენს, რომ ამ საკითხს ჩვენ არა პოლიტიკური კინკლაობით და დებატით ვწყვეთ, არამედ სასამართლოს მიმართავთ. ამისთვის გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო, სხვა რამისთვის ხომ არა, ამისთვის არის ზუსტად, რომ ასეთ საკითხებზე თავისი კომპეტენტური აზრი წარმოადგინოს. და მე ზოგადად ვაკვირდები რა ხოლმე ამ განცხადებს, ერთი ხრი მესმის, რომ განმარტებები არის ხოლმე საჭირო და ამ განმარტებებს მეც მიმიცია, თუ როგორ იგულისხმება ამ იმპიჩმენტის პროცესში, მათ შორის პრემიერმა თქვა, რომ ქონდა ამაზე საუბარი და ამ განმარტებებს, როდესაც ვაძლევთ, ყველა ძალიან კარგად ესმის, რომ ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომელიც ეხება არა მხოლოდ დღევანდელობას, დღევანდელ პრეზიდენტს და დღევანდელ მთავრობას. ეს ეხება იმას, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ თუ არა. ეს ხალხის ნება, რომელიც განხორციელდა 2013 და 2017 წლებში ეტაპობრივად, ეს არის ხალხის ნება, რომ ჩვენ გქონდეს საპარლამენტო რესპუბლიკა და ამ ნების უზრუნველსაყოფად ჩვენ გვჭირდება დასტური საკონსტიტუციო სასამართლოსგან. ეს ნება ქართველი ხალხისა, რომ გქონდეს საპარლამენტო რესპუბლიკა არის თუ არა ვალიდური. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათ შორის უცხოელი აქტორების განცხადებები ამ მხრივ, რომ არ მოხდეს პირიქით, როცა საუბარია ამ დროს პოლარიზაცია, დეპოლარიზაციის ჭრილში, პირიქით. დეპოლარიზაციას ახდენს, როდესაც ერთ-ერთი კონსტიტუციური ორგანო, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი, იჭრება და ითვისებს სხვა ორგანოს უფლებამოსილებას, სწორედ ეს არის პოლარიზაცია და ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები პირიქით ხელს უწყობს ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის რაღაცნაირად გაჯიუტდეს საკუთარ კონსტიტუციის დარღვევაში და პოლარიზაცია კიდე გარღვევდეს. ამიტომ განსაკუთრებით უცხოელ აქტორებს მოუწოდებ, რომ პატივისცემ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციას, კონსტიტუციურ მოწყობას. ეს პროცესი ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ცივილიზებულად, ევროპულად მიდის სასამართლო პროცესის სახით. ეს არის ევროპა, ჩვენ ასე გვესმის ევროპა. თუ კი ევროპა არის სხვა რამე, მაშინ გითხრათ, რომ ევროპა გულისხმობს, რომ კონსტიტუციის დარღვევა უნდა ავიტანოთ, კანონის უზენაესობას პატივი არ უნდა ვსცეთ. მაშინ ესეც გითხრათ, თუ ვინმე ამაში გულისხმობს, მაგრამ კიდევ ერთხელ, სწორედ ეს არის ჩვენი გაგება ევროპულობის და ეს არის მათ შორის ტესტი ჩვენი ევროპულობისა, რომ სწორედ ასეთი მეთოდებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართვით გადაწყდეს ეს საკითხი. მანიფესტაციის კანონზე
თავისთავად ჩვენ არაერთხელ დავწმუნდით, მათ შორის ევროკომისიის შეფასებით, რომელიც იყო თებერვალში და შედარებული იყო 3 ქვეყანა, მათ შორის ჩვენ საუბრებში და ვიზიტების დროს ჩვენ დავწმუნდით ერთ რამეში. შარშან ივნისში გადაწყვეტილება იყო უსამართლო, ლიდერი დააყენეს ბოლო ადგილზე და ამით რა თქმა უნდა ეს იყო არაევროპული მიდგომა, იმიტომ რომ ლიდერი დაიჩაგრა და უსამართლოდ არ მიეჭია კანდიდატის სტატუსი. საქართველოს არა თუ ეხლა იმსახურებს რეკომენდაციების შესრულებას. საქართველოს შარშან ივნისშივე იმსახურებდა და ყოველი დღე, რომელიც გავიდა მას შემდეგ, არის უსამართლობის დღე საქართველოს მიმართ. იგივე თემა მითხარით. ფორმალური საკითხია. ამით დაასრულდება თუ არა, რომ რეალურად კონსტიტუცია კი არ დაადგინა საუბრობთ. ისო განსხვავებული არის ხონდა ქართული ოცნების და ამის გამო ისჯობა და სპეცოპერაციები იჭრება ამის გამო წამოწვა ქართულმა ოცნებამ. რაც შეეხება თავად საკითხს გასაგებად ითქვა საფუძველი რატომაც არ ეძლებოდა მიუხედავად იმისა რომ ამ საფუძვლის მითითების საუცილებლობა არ აქვს თავებას თუმცა მათ შორის პროცესის დროს განიმარტა არაერთხელ რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს განსხვავებული მიდგომა და პოზიცია იმასთან დაკავშირებით იმსახურებს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს განსხვავებული საქართველოს პარლამენტისგან და განსხვავებული საქართველოს მთავრობისგან ვინაიდან ჩვენი კონსტიტუცია ამბობს რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს ადგენს პარლამენტი და ახორციელებს მთავრობა და პრეზიდენტი საჭიროებს ამ შემთხვევაში თანხმობას მთავრობისგან, რა თქმა უნდა, მთავრობა ვერ მისცემდა თანხმობას იმ პრეზიდენტს, რომელიც არ ეთანხმება პოზიციას, რომელიც აქვს სახელმწიფოს კერძოდ პოზიციას, რომ საქართველოს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. აქედან გამომდინარე იყო ის, რომ არ იყო თანხმობა, მიუხედავად ამისა, სალომე ზურაბიშვილი მაინც წავიდა ვიზიტში კონსტიტუციის დარღვევით და შედეგიც ვნახეთ. ლატვიის შედეგიც ვნახეთ. არა, შედეგიც ხო ვნახეთ, ცუდი შედეგი რა იყო ამის, რომ მას შემდეგ რაც იმ შეხვედრიდან, რომელიც პრეზიდენტის განცხადებით უნდა ემსახურებოდეს მხარდაჭერას საქართველოს ინტეგრაციის ევროკავშირში შეხვედრიდან გამოსულიც ბოლომდე არ იყვნენ, როდესაც ლატვიის პრეზიდენტმა დადო განცხადება, რომ მისი პოზიცია არის, რომ საქართველოს უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს და ამას ისხედავს როგორც ინტეგრაციის ერთ-ერთ წინაპირობას. და ეს იყო შედეგი. რაც შეეხება, ანუ ეს დაჯა არ დაჯა ამ კატეგორიებში კი არ არის ეს საკითხი. საკითხი არის შემდეგ რამეში, რომ კონსტიტუცია იცავს არა პრეზიდენტს, არამედ იცავს მთავრობას ამ შემთხვევაში, ვინაიდან მას აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის განხორციელებისა, იცავს კონსტიტუცია მთავრობას, რომ მასში სხვა კონსტიტუციური ორგანოები არ შეიჭრან და მისი უფლებამოსილების უზურპირება არ მოახდინა. რატომ არ გადაახედოს მაშინ თუ არ შეეწინააღმდეგება? უმრავლესობა არ გვაქვს. თანამდებობაზე. უმრავლესობა არ გვაქვს. არა. აქ არის ორი რამ, არა, მასე არის. ორი რამ. ორი რამ. წამიკითხე. ორი რამეა. უყურეთ ასე არა უყურეთ საქართველოს გეტყვით იმისთვის რომ ასე ვთქვათ მას შემდეგ თუ კი დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუცია დაირღვა თანამდებობიდან ჩამოცილებისთვის იმპიჩმენტისთვის საჭირო არის 100 ხმა უმრავლესობას არ აქვს ამიტომ ხედავთ ხო ახლა ოპოზიციაც ხო საუბრობს ამაზე ყველა საუბრობს რომ ამისი უმრავლესობა ჩვენ არ გვაქვს ჩვენ თავიდანვე ვთქვით რომ ეს არც არის საბოლოო ჯამში ამაზე გათვლით არც მოქმედებთ ვინაიდან ხედავთ და ვიცით და დარწმუნებული ვართ რომ არ იქნება უმრავლესობა მეორე მხრივ პრემიერი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით თუ რა არის პირობა იმისთვის რომ ნებართვა მიეცეს თანხმობა მიეცეს უცხოურ ვიზიტებისთვის თუ კი პრეზიდენტი დაუბრუნდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კალაპოტს რა თქმა უნდა მას ექნება ამის შესაძლებლობა როდესაც პრეზიდენტი არ იზიარებს იმ საგარეო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიას, რომელიც აქვს ქვეყანას და მთავრობას ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მთავრობა როგორ მისცემს მას მანდატს და თანხმობას იმისთვის, რომ წარმოადგინოს მისგან განსხვავებული ხედვები. ეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესი არის. ჩვენი ხალხის ინტერესი არ არის, რომ საქართველოს გარეთ იყოს წარმოდგენილი ორი სახე. ერთი სახით უნდა იყოს ყოველთვის წარმოდგენილი სახელმწიფო არის ეს თუ სხვა სახის ორგანიზაცია. ჩვენ კითხვაზე არ გაგიცნობთ.
რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენ ნახეთ რომ იყო კონკრეტული არა მხოლოდ განცხადება, არამედ იყო მტკიცებულებები წარმოდგენილი, ჩვენ ნახეთ ვიდეო ჩანაწერები და ყველა მოვისმენთ ჩვენი ყურით ის რაც ჩვენ ქვეყანაში არაერთხელ მომხდარა. და ამას ჩვენ ვისმენდით როგორ ხდება ამაზე ამ თემებთან შეგუება სხვადასხვა ჯგუფების გაუბრალოება, სხვანაირად კი არ იყო მოლოტოვის კოქტეილი და ამისი გაუბრალოება შემდეგ დღემდე რო არავის არ დაუგმია არც ერთ NGO-ს, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას დღემდე არ დაუგმია მოლოტოვის კოქტეილის სროლა. რატომ? იმიტომ რომ აგუებენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, მოლოტოვის კოქტეილის სროლა, სხვა დროს, როდესაც იქნება ხელს მოკიდებს კიდევ ვიღაცა და ისვრის ასეთ მოლოტოვის კოქტეილს. ამას ემსახურება იარაღის ტრიალი და ტრენინგები, რომელიც გირჩის ეგიდით ტარდება ხოლმე და უცხოური დაფინანსებით ასე. იქაც ამბობენ, რომ თავდაცვას ვასწავლით, იარაღთან ასე ვთქვათ მოპყრობას ვასწავლით, აქაც ამბობენ, რომ აქტივის ვასწავლით. სინამდვილეში ეს არის რადიკალიზმთან შეგუება, ამის გაუბრალოება, რომ რადიკალიზმი ეს არის და რადიკალური ქცევა ეს არის ჩვეულებრივი ქცევა, ამის შემდეგი ნაბიჯია უკვე ექსტრემიზმის გაუბრალოება და შემდეგ ვიღაცა მოკიდებს ხელს მოლოტოვის კოქტეილს, ესვრის პოლიციელს და გმირად ყავთ გამოცხადებული, შემდეგ ასეთი გამოცხადებული აქვთ ასეთი ქცევა. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი ამ გამოძიებაში და ითქვა არაერთხელ, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ამის საშუალებას არავის არ მივცემთ, რომ აქ რადიკალური ისეთი გახორციელდა და სამწუხაროა დღემდე USAID-ის მხრიდან ამასთან დაკავშირებით განმარტება არ გაკეთებულა. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ სამწუხაროდ USAID-ისთვის ეს არ არის პირველი სკანდალი, რომელშიც ის ეხება. გავიხსენოთ კიდევ ერთხელ და დღემდე პასუხს არცემენ, მათ შორის ბოლო ჩემი განცხადების შემდეგ და მე ამ საკითხს არ მოვეშვები. 2020 წელს ისვედის მიერ პარალელური დათვლების ყალბი მონაცემების გავრცელება, როცა მიდიოდა ისვედის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ აღიარა, რომ USAID-მა მისთვის გრანტის მიცემა ეს იცოდა ერთი თვით ადრე ვიდრე საჯაროდ გამჟღავნდა. და თუ კი ეს სიმართლე არის, კითხვა არის მარტივი. იცოდა თუ არა ეს USAID და საელჩო და მეორე თუ იცოდნენ, რატო უმალავდნენ ამ ინფორმაციას ქართულ ხალხს იმ პირობებში, როდესაც აქ ძალადობრივი აქციები იმართებოდა. ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაეცეს, ამას ვერ გაიქცევა ვერავინ და ნიშნავ და ამიტომ მე მოუწოდებ, რომ ის კეთილი სახელი, რომელიც ამერიკულ დახმარებას აქვს საქართველოში და რომელსაც სამწუხაროდ თავადვე მიაყენეს ჩრდილიე, სწორედ იმით, რომ გაუმჭვირვალე დაფინანსებები არის, იმიტომ რომ არის სწორედ ასეთი სახის ღონისძიებებზე მიდის გარკვეული თანხები, ამის გამოსასწორებლად საჭირო არის, რომ იყოს გამჭვირვალე გულწრფელი პასუხები კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას და ხელისუფლებას აქვს და კითხვა არის მარტივი. 2020 წლის არჩევნების შემდეგ როდის გაიგო USAID-მ, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და რატომ უმალავდა ამ ინფორმაციას ქართულ ხალხს იმ პირობებში, როდესაც ეს იყო საფუძველი ძალადობრივი აქციებისა საქართველოში. კარგი, ამ კანონზე მეკითხები. აი კანონი. ერთი რუსული ახალი ბაზა. ხო, კანონს რაც შეეხება, ხო, ჩვენ ნახეთ სხვათა შორის გუშინ ამ დღეებში მცდელობა, რომ გამეორებული იყო მარტის რადიკალური დღის წესრიგი, ზუსტად იგივე აქტორები, იგივე NGO-ები, იგივე ოპოზიცია, ზუსტად იგივე დაბრენდვით, რომ თითქოს ეს არის რუსული კანონი, მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ ეს რადიკალიზმი გუშინ არ შედგა. და სხვათა შორის მინდა აქ მადლობა გადაუხადო უცხოელ აქტორებს, მათ შორის სხვადასხვა წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნებისა, სწორედ იმიტომ, რომ განსხვავება სწორედ ის იყო მიმდინარე, ასე ვთქვათ, განხილვებისა მარტის მდგომარეობიდან, ჩვენ მაშინ გვახსოვს უცხოელი აქტორები ძალიან აქტიური მონაწილეობა, მათ შორის იმ კანონის რუსულ კანონად დაბრენდვაში და პირდაპირ რამდენიმე ასეთი აქტორისგან მოდიოდა ეს და ჩართულობა ამ პროცესში, რამაც მაშინ მოქცა ჩვენ რადიკალიზმი, მათ შორის ამის ახალისება. ამჯერზე ჩვენ ვნახეთ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ქართული განხილვის საკითხი და ნაკლებად მინდა მადლობა გადაუხადო ამ კონსტრუქციული როლისთვის, რომ არ იყვნენ ჩარეული ამაში უცხოელი აქტორები, ვნახეთ, რომ ეს რადიკალიზმის პოტენციალი, რომელიც აქვს ოპოზიციას, არის ძალიან დაბალი. გუშინ ჩვენ ვინც ვნახეთ კვლავ ის ექსტრემისტული ჯგუფები, ნაციონალური მოძრაობის ყალბი NGO-ები, მათ შორის სხვა მოძრაობები, რომლებიც ვნახეთ, რაც არის 20-30 ადამიანი.
ნუ რა გუშინ ნაციონალურ მოძრაობას თავადვე წამოწდა რომ ვეტოს დაადებს ეს შესაბამისად როგორც ჩანს მათ იციან უკვე ძალიან მეჩქარება წეს უნდა მოისმინოთ ანგარიში რა კითხები ექნება უპირველეს ყოვლისა ხაზგასასმელია რომ ეს ეხება 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს, როდესაც სახალხო დამცველი იყო სხვა. ამიტომ თავად ანგარიშთან დაკავშირებით ჩვენ მე პირადად დიდი მოლოდინი არ მაქვს. გამომდინარე იქიდან რომ ყოფილი სახალხო დამცველი სამჯერ იქნა მხილებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ რომ ის манипуლირებდა ადამიანის უფლებების თემით. კერძოდ მან მოიტყუა თითქოს მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამედიცინო მიზნებით გათავისუფლება, მან მოიტყუა თითქოს 2019 წლის ნოემბრის აქციების დაშლა იყო რაღაც კანონსაწინააღმდეგო და ასევე სხვა რამდენიმე ასეთი მათ შორის მან მოიტყუა თითქოს 2021 წლის თებერვალში ნიკამელიას დაკავება იყო კანონსაწინააღმდეგო და ბევრ ასეთ საკითხთან დაკავშირებით შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ როგორც 2019 წლის ნოემბერზე ისე ნიკამელიას დაპატიმრებაზე ისე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სამივე საკითხზე სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ყოფილი სახალხო დამცველი რომ ის манипуლირებდა ადამიანის უფლებებით და უბრალოდ ტყუილს წერდა თავის ანგარიშებში ასე რომ არ ვიცი ნახოთ ეს ანგარიში კიდევ ერთხელ არის ქალბატონ ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული ანგარიში, თუმცა რა თქმა უნდა, მიმდინარე საკითხებთან დარწმუნებულ ოპოზიციასაც და ჩვენს გვექნება კითხვები უკვე მოქმედ ამ რატომ უნდა ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი ბაზა და ოკუპაციას როგორ ვეწინააღმდეგებთ ჩვენ როგორ შევეწინააღმდეგებთ თუნდაც ამ საკითხეს ახალ ბაზის სახით. ეს უკვე მესამე ბაზა არის ამ შემთხვევაში უკვე საზღვაო ბაზა, რომელიც როგორც ჩანს არის ამისი გეგმები და განხორციელება იგეგმება მისი შექმნისა. ეს არის სწორედაც მთავარი გამოწვევა ჩვენი ოკუპაცია, როდესაც ჩვენ საუბრობთ ოკუპაციასთან დაკავშირებით და ამაზე რა თქმა უნდა საერთაშორისო ზეწოლით ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩვენი პოლიტიკით რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეები დავარწმუნოთ იმაში რომ მათი ბედი არ უნდა იყოს დაკავშირებული ოკუპანტთან, არამედ უნდა იყოს დაკავშირებული საერთო ქართულ სახელმწიფოსთან. აი ეს პოლიტიკა არის, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს საბოლოო გაერთიანებამდე, მათ შორის დიდი საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. ამ ფონზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხაზგასმით ჩვენ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ ოკუპაცია უნდა აღიარებული იქნას სამწუხაროდ დღემდე ევროკავშირი ოფიციალურ დოკუმენტებში მოიხსენიებს ამ საკითხს როგორც მოიხსენიებს როგორც სადაო ტერიტორიებს თუ უბრალოდ ასე ვთქვათ მოწყვეტილ ტერიტორიებს მოიხსენიებს ადმინისტრაციულ საზღვრად ოკუპაციის ხაზს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირი ხედავთ, რომ საბედნიეროდ შეიცვალა თავის პოლიტიკა მათ შორის რუსეთთან მიმართებით, უკრაინის საკითხზე, ასევე იყოს მკაფიო საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენს მიმართ არის მოლოდინები, რომ ჩვენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ვიქნებით მათი თანაზიარი, აქ რა თქმა უნდა ჩვენს გვაქვს ჩვენი მოლოდინები, რომ ევროკავშირი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და მათ შორის ოკუპაციას დაარქმევს. ოკუპაციას სამწუხაროდ დღემდე ოფიციალურ დოკუმენტებში ევროკავშირის ტერმინი ოკუპაცია არ არის გამოყენებული. ეხლა ჩვენ ტექტონიკური ძვრები ასე ეძახიან იმ პროცესებს, რომელიც მიდის რეგიონში და ამ ტექტონიკური ძვრების მონაწილე რამდენიმე არის და ძირითადი მონაწილე არის რუსეთი. რა თქმა უნდა ის ყველანაირად ცდილობს საკუთარი პოზიციების გამყარებას მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. და ჩვენი ამის საწინააღმდეგო უნდა იყოს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება, მათ შორის მეტი ყურადღება საქართველოზე და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ტერმინი ოკუპაციის აღიარება ევროკავშირის მხრიდან, რაც სამწუხაროდ დღემდე არ ხდება და ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. თქვენს მოგისმენთ და გავიგე კითხვა, თქვენც ვითხრათ კითხვა. ეს შედეგი ოჩამშვილის ეს ამბავი არის მათ შორის იმის შედეგი, რომ ევროკავშირის საკუთარ დოკუმენტებში უთხრის სიტყვა ოკუპაცია. არა, ამის შედეგი არ არის. მათ შორის ესეც პრობლემაა, თქვენ დაასახელეთ მიზეზებზე საუბრისას. დღეს ხელისუფლებაში ვერ ხედავ პასუხისმგებლობას ამაზე. აი, მაგალითად, ოპოზიციაში ამბობენ და ექსპერტების ამაზე საუბრობენ, რომ ანაკრის სპორტი რომ უკვე აშენებული იყოს, ან მიმდინარეობდეს მის მშენებლობის აქტიური ფაზა და ეს ხდებოდეს ამერიკელების მონაწილეობით და თაოსნობით, მაშინ რუსეთი ამას ვერ გავედავდა ანაკრიდან 35 კილომეტრის დაშორებით. აი, პასუხისმგებლობას ჯერ ესეთი იმ საკითხს დაუბრუნდეთ, რომ
მე არ მითქავს რომ ამის გამო არის რომ მე ვფიქრობ რომ ტერმინი ჩვენ ამ ოკუპაციას ბრძოლის მთავარი ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო ზეწოლა, საერთაშორისო ზეწოლის ერთ-ერთი შინაარსი არის მათ შორის სწორი სახელების დარქმევა იმისთვის, რაც ჩვენთან ხდება, რომ ეს არის ოკუპაცია და ოკუპაციისთვის ოკუპაციის დარქმევა. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, სწორედ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, საერთაშორისო ზეწოლა რუსეთის მიმართ. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ჩვენ მათ შორის ესეც ნაწილი არის. სამშვიდობო პოლიტიკის ნაწილია მათ შორის რაც შეეხება ანაკლიის სპორტს, მე მგონი ვიცით, ვისი ბრალეულობა არის ამაში. ის ადამიანები, რომელმაც დღეს პარტია შექმნეს და ეხა პოლიტიკის ტრიბუნიდან გველაპარაკებიან, გულისხმობ მე ლელოს. ამ ადამიანებმა არ იცით როგორ და რა მოხდა, ინვესტორის მოზიდვის ნაცვლად, იმისთვის რომ ინვესტიცია მოეზიდათ, ამის ნაცვლად სახელმწიფოს თქვენ და ასევე მე ყველას ერთად გთხოვდნენ, რომ ჩვენი ფულით გარანტიაში დავდგომოდით, რომ მათ ქონოდათ მომგებიანი ბიზნესი. და ამ პირობით უდოდათ მხოლოდ ფულის ჩადება, არა გარისკვა და ბიზნეს რისკის გაწევა, არამედ ურისკო გარანტირებული ჯიბეში ჩადებული ფული. აი ეს უნდოდა ლელოს დღევანდელ ლიდერშიპს და ამის გამო ჩაიშალა ანაკლიის პორტის პროექტი და სწორედაც რომ ასეთი მიდგომები არ არის სწორი, ამიტომაც სახელმწიფო მაირო თავის თავზე ეს პროექტი, რომელიც საოცრად განხორციელდა. რაც შეეხება ეს კითხვა, რაც შეეხება ვინაიდან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ხედავთ, რომ მათ შორის პრემიერის შეხვედრებიდან ვნახეთ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები არის მაღალი და ახლა ვხედავთ აგონიას ოპოზიციისა და ზოგიერთ NGO-ში აგონიას და ბოლომ ცდელობას, რომ ან ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ან როგორმე დაამძიმონ კანდიდატის სტატუსის მინიჭება რაღაც წინაპირობებით და ვნახეთ პირდაპირ ერთ-ერთი NGO, რომელიც არის თანაავტორი იმ სტატუს მეტრისა, ეგრეთ წოდებული, რომელთაც აფასებენ რეკომენდაციებს და სამარცხვინოდ კიდევ ერთხელ იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირი აღიარებს, რომ 3 რეკომენდაცია აღიარებული აქვს, სამარცხვინოდ ქართული რეგისტრაციის მქონე NGO-ები და თავის შინაარსით არაქართული NGO-ები ერთ რეკომენდაციას ასახელებენ შესრულებულად, მათ შორის მაგალითად ომბუდსმენის არჩევას ასახელებენ როგორც არაშესრულებულად. ანუ რა ვქნათ ახლა, ამას ხო აღარაფერი აღარ ეშველება. ანუ ვეღარასოდეს ვეღარ შევასრულებთ ამ რეკომენდაციას მათი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ხო? აი ასეთი NGO-ები ყავს სამწუხაროდ, რომლებიც აი ამ პროცესში არიან ჩართული და ვნახეთ ერთი სოროსის ფონდის ხელმძღვანელის განცხადება რამდენიმე კვირის წინ კონფერენციაზე, სადაც მან თქვა, რომ ისინი პირდაპირ ითხოვენ ევროპელებისგან პირად საუბრებში თუ სხვა სახის საუბრებში, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას ხაზგასმით თქვან, რომ ისინი კანდიდატის სტატუსს არ ანიჭებენ ხელისუფლებას და ანიჭებენ ამ NGO-ებს. აი ამ NGO-ებს ანიჭებენ პირადად მათ, ლამის ესე გამოსდით მათ და მეორე ვნახეთ ჩვენ ერთ-ერთი NGO-ს განცხადება თუ სტატია მათ შორის გრასის, რომელიც არის პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის გაგრძელება, რომ წინაპირობები უნდა დაუყენოს საქართველოს ევროკავშირმა მიხეილ სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა და რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეხლა ან რა NGO-ს საქმე არის სანქციების დაწესება რუსეთისთვის და მეორე ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც თავს ასე ვთქვათ მიაწერენ ხოლმე რაღაც ელიტად NGO საზოგადოების, აი ზუსტად ეს აჩვენებს სიამოვნებაში ისინი რას აკეთებენ თავისი სხვადასხვა შეხვედრების დროს და ასე შემდეგ. ისინი ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ ევროკავშირმა ერთი რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა წინაპირობად დაგვიყენოს კანდიდატის სტატუსისთვის და ევროკავშირმა ზეწოლა განახორციელოს საქართველოს და საქართველოს დააწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთზე. აი ეს არის ჩვენი ბჭყალებში პატრიოტი NGO ელიტა, რომელიც ჩვენ გვყავს, რომელიც სინამდვილეში დიდი ნაწილი არის გაგრძელება ნაციონალური მოძრაობის. როდესაც რუსეთმა მასშტაბში გადადგა იქ ბაზისაკეთებს რაღაც დიპლომატიური პასუხობრივ სამშობლო სახელმწიფო გამიგერესაც იზამით, მაგრამ ასეთ პირობებში არის საშუალება მაგალითად აბაშიძე კარასინის პროგრამა. აპირებთ რომ საგარეო განცხადებები გავიგეთ. არა, გეტყვით.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი რომ ამასთან დაკავშირებით განცხადება ნახეთ, მათ შორის პრემიერ-მინისტრის განცხადება ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხედავს რა ნაბიჯები და ზომები არის საჭირო, ამის მიხედვით მოქმედებს. ასე ხორციელდება საქართველოში საგარეო პოლიტიკა და არა სტატუსების წერით და კრიტერიით. ხო, სწორედ ეს არის ამ რა ინსტრუმენტებს დიპლომატიებს გამოიყენებს მთავრობა, ამას მთავრობა გადაწყვეტს, იმსჯელებს და გადაწყვეტს. ჩვენ ნახეთ მათი დამოკიდებულება კიდე ერთხელ და რა თქმა უნდა სხვა რა დამოკიდებულება უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ოკუპაციის მძიმე შედეგების ერთ-ერთი მაგალითი. მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე კომპეტენტური, ისინი ამ საკითხზე იმსჯელებს. 12 გახდა. ბოლო კითხვა. რა თქმა უნდა, თუ კი ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს ამას, იმიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი და მათ შორის პასუხობს იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს და თავადვე ადასტურებთ ხო საბოლოო ჯამში, ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან, ვინც არიან რადიკალური ჯგუფების ნაწილი ან წამხალისებლები. ამიტომ ეს პროცესი მათ შორის ილუსტრაციაც იყო ძალიან კარგი და ამიტომ ზოგიერთი გახუჩებული იყო და ხმას არ იღებდა. ლუსტრაცია იყო, იმიტომ რომ ისინი ვინც ამაზე ძირითადად ყვიროდა, ზუსტად ის ხალხი არიან, ვინც რადიკალიზმის და ექსტრემიზმით გამოირჩევა საქართველოში. საქართველოს პარლამენტი იღებს ქართულ კანონებს და ეს არის რუსული სტილის კამპანია, რომელიც ჩვენ მარტში ვიხილეთ, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი აქტორებისგან, კგბ-ს სახელმძღვანელოდან ამოწერილი ტაქტიკები, რომ მოახდინონ ბრენდირება რაღაც თემის. სამწუხაროდ მარტში ქართული საზოგადოება მაშინ მომზადებელი იყო ამ პროპაგანდისტვის, ეხლა უკვე მომზადებულია, ხედავთ რეაქციაც არ არის, ასე რომ ასეთი კგბ-ს ტაქტიკები, როგორც მარტში გამოიყენეს, რომ დაბრენდონ ქართული კანონები რუსულად, ასეთი ტაქტიკა რა თქმა უნდა აღარ გავუვათ არის. გიორგი, მიკროფონი ისა, კამერით